ახლა უკვე უსმენთ თქვენ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციიდან დაახლოებით 4 საათიანი შეხვედრა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისა და ივანიშვილის პრემიერის ირაკლი კობახიძის დასრულდა. მოდი მოვისმინოთ კომენტარები. თავისუფლება დაკავებულების და ხელახალი არჩევნები. ეს პოზიცია რა ქონდა კობახიძეს თვითონ ბიზნესის მხრიდან ამ მოთხოვნებისთვის საკითხების გაჩქარების შემდგომ? პასუხები იყო, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ყველას ახლა ნამდვილად ვერ გავიმეორებ, თუმცა ჩვენ დამცანა იყო, რომ იპასუხეთ უკვე მეტი არიზიარებდა, თუმცა იყვნენ არაერთი, ვინც გამოხატავდა ამ კრიტიკულ აზრებს, მათ შორის შიგნით ჩავიწერეო, შიგნით ჩავიწერეო. ჩვენი ჯგუფი არის. მოგცემე და თავიდან ესეულენე გამორო ჩავეწერე. ჩემი ჯგუფი არის. სამალი ჯგუფი ხარ. გამოართი იმად რას არა გამოართი. ბატონოაშა, იქნება ორი სიტყველი ვიქრა. 20 საათ ნახევარი ახლა რაც ხდება გარეთ, რა თემებზე იქნება? არა, ნახეთ. ყველაზე კრიტიკული, ყველაზე მაინტერესებს, რა სათქმელი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული. რა სათქმელი მაქვს და თქვი იქ და გავიმეორებ, რომ ჩვენი უწმინდესი და პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ და გვასწავლიდა, რომ ეშმაკი ყოფს და უფალი აერთებს. ეს ამაქვს სათქმელი. და ის რომ ჩვენი ერთობა და ერთად ყოფნა არის გადარჩენა. ანუ გზები ვიპოვოთ 4 საათ ნახევარი ბიზნესმა და პრემიერმა, მათ შორის კრიტიკულმა ბიზნესმა, ისინი ვინც ოპონირებენ და ეს არის მოქმედი მთავრობის დამსახურება და ესეთი ადამიანები მრავლად ისხდნენ იქა და იქვე დააფიქსირეს თავიანთი ოპოზიციური აზრი, რომ ისხდნენ ერთად ტახში და ვისაუბრეთ ძალიან წავე საკითხებს. ეკონომიური მოსალოდნელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ტურიზმი შემცირდა, რესტორანი არ არის. და ეს რომ არ არის. პასუხი ესმით, ვერ რისკები რომ უდიდესი არის, იმიტომ არ ვიკრებები, თორე არ შევიკრებებოდი საერთოდ. უდიდესი რისკების წინაშე ვარ ქვეყანა. კონკრეტულესი ნაბიჯია, რომ აი გვეძებოთ ერთობა, უკვე ოჯახებში არის დაპირისპირება, ქუჩაშია დაპირისპირება, საზოგადოებაშია დაპირისპირება და ისიც თქვი მეორე თუ უწმინდესის არ მოგწონთ გიზონიშნიანიძესთან დაუბრუნდეთ გახსოვთ გიზო რას ამბობდა რაც გაგყოფს კი არა რაც გვაერთიანებს ეს არის თავი რაც გაგყოფს კი არა რაც ჩვენ გვაერთიანებს ეხლა რომ ორივე მხარე ხედავთ უდიდეს რისკს ეკონომიკოს რომ ხედავთ გამოსავალის გზა რა არის ამიტომ ხო ბრძანდებოდი დღეს ერთობა არის გამოსავალი ერთობა როგორ რაც გაგყოფს კი არა რაც გვაერთიანებს ეს არის ეს მოუძებნო ახალ არჩევნებზე იყო საუბარი ახალ არჩევნებზე იყო ყველაფერზე ვისაუბრეთ და რომ ისაუბრეთ პასუხი რა მიიღეთ ახალი არჩევნები ესეთი ეხლა რომ ვერ დამაცდენდე მე ვერც ეს სიტყვას რო თქვა იმის ბრალია ძალიან გთხოვთ რა რომ ახალ წლამდე ყველა ნახეთ ეხლა მე ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას პირდაპირ გეუბნებით რომ პოლიტიკა ჩემი და მე ვიცი როგორ მართო აეროპორტი მე პოლიტიკას არ ვაკეთებ ხახნო არა ვარ პოლიტიკოსი რომ სასწრაფოდ გადაირგმება ნაბიჯები მთავრობის მხრიდან რომ ის ყველაფერი დამთავრდეს ქვეყანაში და შევხვდეთ ნორმალურ ახალ წელს პატიმრების გათავისუფლებაზეც თქვა რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება გამატარეთ რა ძალიან დათო ახალ არჩევნებზე ისაუბრეთ არა ყოფილა არჩევნები ახალ წლამდე თავისუფლებიანო პატიმრები ესეთქა პრემიერმა. კი ბატონო, მადლობა. თუმცა ის რომ აპირებენ ისინი რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს, ასეთი საუბარი დღეს არ ყოფილა, ხო? ყველგან მიყავს და არ გინდა. ეკონომიკაში მინდა გკითხოთ, რა პასუხები მიიღეთ ამაზე ქართული ოცნებისგან? მაქსიმალურად შეეცდებიან რომ საახალწლო დაუბრუნდნენ ისინი თავიანთ თუ ძალიან რაღაცა კრიტიკული არ არის და ესეც საჩვენებელია ხალხის და ამაზე დაკვირდნენ რომ აჩვენებენ რა დანაშაული კონკრეტულად ამიტომ ვიდეო ჩანაწერები არსებობს რომ როგორი დანაშაული და რომ დაინახოს საზოგადოებამ თუ ვინმეს არ გაუშვებენ
უნდა იყოს ყველა ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის მისაღები მიზეზით დარჩეს ციხეში. თუ ძალიან კრიმინალია. თუნდაც სანქციების და დასავლეთიდან იზოლირების ფონზე. რეალურად აი ამ ნაწილში იყო თუ არა ბიზნესის მხრიდან იმ რისკებზე კითხვები დასმული და მათ შორის მიიღეთ თუ არა მოთხოვნებიც იყო, კაცო, მოთხოვნებიც იყო ჩვენგან. ფაქტია რისკები. ძირითადად თქვენი მხრიდან ბაკანები. მოთხოვნები იყო, რომ უნდა შემცირდეს ეს რა ქვია, დისტანცია ყველა ქვეყანასთან. არის ცუდად განწყობილია, კარგად განწყობილი არ არის ჩვენთვის მნიშვნელობა. ჩვენ უნდა დავახლოვდეთ. ერთადერთი რაც უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ ვერ ხედავს უმრავლესობა, რომ ეს მთავრობა შორდება ევროპას, თორე რუსეთში ჩვენ ვერ გავყვებით ვერავის. უკან აღარ გვიდა რუსეთი. და იმ ბიზნესებს რა უპასუხებს, ვინც რეალურ პრობლემებზე, მათ შორის დასავლეთიდან ეთერში. ეს უპასუხეს და უკვე გვარები ჩაინიშნეს და იქვე დააფიქსირეს ამ ხალხს. მაუწყებელზე იქნება შეხვედრა ღია ეთერში. არ ვიცი რომელ ეთერში გამიშნობა. აუდი მარგათიშო, თქვენ უსმენდით ეხა დასრულდა შეხვედრა, როგორც კადრებში ხედავდით, ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილმა გააკეთა გარკვეული ტიპის კომენტარები, მათ შორის ახლა უსმენდით ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ეკონომიკური კრიზისი ნამდვილად არის მოსალოდნელი და მათ ისაუბრეს ირაკლი კობახიძესთან ამ ნაწილზე შეხვედრაზე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რა საკითხი დააყენა ბიზნესმა, ან რასელიან არ ვიცით, ასევე აღსანიშნავია, რომ ტავ-ჯორჯიას წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მიიღეს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტპატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიან. მე შევეცდები კიდევ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ბიზნესის წარმომადგენლის განცხადება. მალე დაწყნარდება და გადატვირთვა მოხდება და განვითარება იქნება შეუქცევადი ჩვენი ევროპაში. ეკონომიკური კრიზისი. ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით. მადლობა. ბევრი სექტორი არის უკვე ვისაც დროებითია. მივიღეთ ინფორმაცია. ეხლა რამდენს გიპასუხოთ ერთი და იგივე, ხო გითხარით? დანარჩენს დრო გვიჩვენებს. დაელოდეთ ცოტა ხანი ნახოთ თქვენს და ჩვენს ნახავთ. უკაცრავად ნახეთ. ეკონომიკური კრიზისი არ არის, არ არის ეკონომიკური კრიზისი. ხოდის, აი ახალი რესპონდენტები მიმართ. ვერ მუშაობს ეკონომიკური კრიზისი. ტურიზმი ძალიან კარგად მუშაობს და განვითარდება. ტურიზმი ეკონომიკური დროებითი შეფერხებები არსებობს. და რა მიიღეთ ამის საპასუხოდ? როდემდე გაგრძელდება დროებითი შეფერხებები? როგორ უნდა გადაიჭრათ? ძალიან მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების და ვნახავთ ვისთან მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა? პარტნიორებთან, ამერიკასთან და ევროპასთან. პატივცემულოდია. გასაგებია. თქვენ აი კიდევ ერთი ბიზნესის წარმომადგენელი შესაძლოა. თუმცა კარგად ხედავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ისეტავებენ ტერიტორიას, რომ ბევრი მათგანი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ნამდვილად ადასტურებენ, რომ საუბარი იყო მათ შორის ეკონომიკურ ნაწილზე. ნახეთ, რომ ბიზნესის ნაწილი არ აღიარებს დღეს დამდგარ ეკონომიკურ კრიზისს, მათ შორის იმას, რომ ტურიზმის სექტორი ნაწილობრივ გაჩერებულია. რესტორატორებიც საუბრობენ, რომ მძიმე პრობლემების წინაშე არიან, თუმცა როგორც მოვისმინეთ, მათი წარმომადგენლების ნაწილისგან რაიმე კონკრეტულ დამდგარ ეკონომიკურ კრიზისზე არ საუბრობენ, ასევე მოვისმინეთ პოზიციები, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება სტრატეგიულ პარტნიორებთანაც, როგორც უკვე გითხარით, ტავ-ჯორჯიას წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება რომ შესრულდეს უახლოეს მომავალში, ეს არის ახალ წლამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასევე ახსენეს ისიც, რომ შესაძლოა სხვა ფორმატშიც გაიმართოს ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე, ველოდებით ყველა ბიზნესმენის გამოსვლას და შევეცდებით, რომ მნიშვნელოვანი კომენტარები ადგილიდან შემოგთავაზოთ.